Сильно, вони самі приїхали і вночі своє бажання, а не правительство керувало своїм народом. მე არაერთხელ ხაზგასმით მithქვამს, რომ ერთადერთი გზა ეს არის შერიგების და ურთიერთგაგების გზა. ყველა მხარის ქმედება კანონის და უკრაინის კონსტიტუციის დაცვით უნდა ხორციელდებოდეს. ყველა პოლიტიკურ ძალას, წმინდა მამებს, სამოქალაქო სექტორის წევრებს საერთაშორისო დიალოგისკენ მოგიწოდებთ. პირადად მე მზად ვარ მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღო მონაწილეობა. კომპრომისის მისაღწევად ოპოზიციის წევრებს მოუწოდებ უარი არ თქვან და არ წავიდნენ დაპირისპირებისა და ულტიმატუმის გზით. გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ ძალას არასდროს გამოიყენებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ყველაფერს გავაკეთებ. Ми виставили 3 базових вимоги. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ოპოზიციას თავისი პირობები აქვს. დიალოგის და კონსულტაციების დაწყებამდე ჩვენ ევრომოიდანზე უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ვითხოვთ. ასევე საჭიროა თუ არა ასეთი მოლაპარაკებების წარმართვა პრეზიდენტთან, ეს მომიტინგეების გადასაწყვეტია. ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა და დიალოგის წარმართვა მხოლოდ მაშინვე იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენ მაიდანის თანხმობას მივიღებთ. Внутрішні війська і Беркут. პრეზიდენტისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, ის ერთს ამბობს და აბსოლუტურად სხვა რამეს აკეთებს. ასეთი გზით ჩვენ თქვენი პოლიტიკის ბნელ და ნათელ მხარეებს ხედავთ.